აქცია გრძელდება ჩვეულებრივად, ამას აფხაზთა კრება უკვე დიდი ხანია აწარმოებს, ეს არის მოთხოვნა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს არჩევნების. ესა ჩვეულებრივად აქცია მიმდინარეობდა, უბრალოდ ინფორმაცია ჰქონდა იმის შესახებ, რომ შეიძლება შინაგან საქმეთა სამინისტროს უბრალოდ რეაქცია მოეხდინა ამ ყველაფერზე. არა, პირველი დღე არ არის, მანამდეც გაკრული არის, რამოდენიმე დღე უკვე იკრება და ამ ინფორმაციის გაჩენისთანავე შემოუერთდა დღეს აქციას ბატონი შოთა მოლაშქია. პირველი პლაკატი გააკრა შოთამ, მაგრამ მერე დაირკვა, დაარკვიეს როგორც იქნა, რომ ბატონი შოთა დეპუტატი არის და მის დაკავებას ასე ვთქვათ ვერ შეძლებდნენ. შემდეგი იყო ბატონი მალხაზ პატარაია, რომელმაც გააკრა და დააკავეს შაშოს მანქანაში. და დაახლოებით 1 საათნახევარი ვეძებდით ამ ადამიანს, რამოდენიმე მისამართი მოხდეს, სადაც უნდა ყოფილიყო, მაგრამ იქ არ აღმოჩნდა. ეხლა როგორც გვაქვს ინფორმაცია, იმყოფება აქ, ცენტრალურ სამინისტროში. არ ვიცი, ჯერ დარწმუნებული არა ვარ, თუმცა შოთა შესულია შიგნით და რომ გამოა ამას გამოგვიდა. ეს კიდევ ერთი დასტურია ხება სამართალდარღვევისათვის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ადამიანის დაკავება ჯერ უკვე ნონსენსია. მეორე იმისათვის რომ ადამიანები არჩევნებს ითხოვენ ამ პლაკატის გაყრისათვის იქ მეორე ნონსენსია კიდე და მესამე არის ყველაფერს ჯერ ნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, იმიტომ რომ პირველად მათ უნდა მიმართონ ასე ვთქვათ სასამართლოს და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი უნდა გვანახონ რის საფუძველზეც ამ ადამიანს ედავებიან. დაკავებას რაც შეეხება, ესეც ალბათ იმედულად უნდა გააყოლონ, რაღაც საბუთი უნდა მოქცენ, იმიტომ რომ ფაქტია რომ 2 საათზე მეტი არის აკვეთილი აქვს თავისუფლება ადამიანს.